მოსკოვის ახალი მერი ყავს საქალაქო სათათბირომ დღეს გამართულ რიგ გარეშე სხდომაზე ამ პოსტზე სერგეი სობიანინის კანდიდატურა დაამტკიცა სათათბიროს 34 დეპუტატიდან სობიანინს მხარი 32-მა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ გამოვიდა. სერგეი სობიანინმა თავის მხრივ დეპუტატებს მიღებული გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა. ეს არა მხოლოდ დეპუტატების კორპუსის მხარდამჭერაა, არამედ იმ მოსკოველების, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს, განაცხადა მან. მოსკოვის მერის თანამდებობა ვაკანტური 28 სექტემბრიდან მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნდობის დაკარგვის გამო იური ლუშკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ლუშკოვი მოსკოვის მერი 18 წლის განმავლობაში იყო. სახელმწიფოთა შორისო საავიაციო კომიტეტმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები დაადგინა. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ გორმოლოვმა განაცხადა, მისი თქმით კატასტროფის მიზეზები ფართო საზოგადოებისათვის მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მას სახელმწიფოთა შორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისია გაეცნობა და თავის კომენტარს გააკეთებს. ყველა არსებული ფაქტისა და მდგომარეობის საფუძველზე დადგენილია უშუალო და სისტემური მიზეზები, ასევე ხელშემწყობი ფაქტორები, რომელთა გამოც ყველაფერი კატასტროფით დასრულდა. მომზადებულ ანგარიშს ხელს სახელმწიფოთა შორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისიის ყველა წევრი აწერს. კომენტარებთან დაკავშირებით სამუშაოს დასრულების შემდეგ იკავს კონვენციის 31 დამატების შესაბამისად ანგარიში საჯარო უნდა გახდეს, აცხადებს ერმოლოვი. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დადგენას რუსეთის, პოლონეთისა და შეერთებული შტატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სპეციალისტები, ასევე სხვა ქვეყნების საავიაციო ექსპერტები ცდილობდნენ. გამოძიების შედეგების საფუძველზე მსგავსი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციებიც მოამზადა. პოლონურ მხარეს კი დასკვნაზე რეაგირებისათვის 60 დღის ვადა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ჩინეთში ვიზიტისას მაღალ ჩინოსნებთან შეხვედრის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გათავისუფლების საკითხი გაიხსენა. ლიუ სიაობოსთან დაკავშირებით ორ ქვეყანას განსხვავებული პოზიცია აქვს. შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩინეთს პატივნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ნობელის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ლუი სიაობო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 2009 წლის 25 დეკემბრიდან 11 წლიან პატიმრობაში იმყოფება. კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცირე სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა. ერთძრავიანი თვითმფრინავი ქალაქ მედელინიდან აფრინდა და ჰაერში აფეთქდა. ოფიციალური განცხადებით მფრინავებს საკონტროლო კოშკისთვის პრობლემის შესახებ არაფერი უცნობებიათ. ამ დრომდე მხოლოდ ერთი მფრინავის ვინაობაა დადგენილი, დანარჩენი 4 მგზავრის იდენტიფიკაცია ჯერ ვერ მოხერხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზებს გამოძიება ადგენს. სარკოზის საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე გაიზრდება, სენატმა შესაძლოა დღეს საღამოს დაამტკიცოს. ამავე დროს პარიზსა და მის შემოგარენში სრული ქაოსია, პროფკავშირები დათმობას არ აპირებენ, გასულ ღამეს სამართალდამცველებსა და გაფიცულ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. საფრანგეთში სიტუაცია სულ უფრო დაძაბული ხდება. დათმობაზე წასვლას არც პროფკავშირები და არც ხელისუფლება არ აპირებს. პარიზსა და მის შემოგარენში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლა გრძელდება. გასულ ღამეს ლიონში ახალგაზრდებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს და მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს. ეს ვანდალიზმია, მათ ჩემი მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს. ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად სრომსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა ახალგაზრდებმა უკან მაინც არ დაიხიეს. სარკოზიმ უარი უნდა თქვას ამ რეფორმაზე, უკან დახევას არ ვაპირებთ. დღესდილით აქციის მონაწილეებმა მარსელის აეროპორტის შესასვლელის ბლოკირება მოახერხეს. დაახლოებით 300 ადამიანმა შარლ დე გოლის აეროპორტის შესასვლელი გადაკეტა. პარიზში დემონსტრანტები სენატის შენობისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა გაფიცულ მუშა-მოსამსახურეებს გზა გადაუკეტეს და სენატთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. კვლავ ძალაში რჩება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშათა პროტესტიც. ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად მუშებმა ქარხანაში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს. ის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით საწვავის დეფიციტი შეიქმნა. მიუხედავად საყოველთაო გამოსვლებისა, საპენსიო რეფორმას სენატი დღეს საღამოს მაინც დაამტკიცებს. ჩილურმა მილიონერმა სან-ხოსეს 33 მაღაროელის პატივსაცემად ღონისძიება გამართა, სადაც ისინი ოჯახებთან ერთად მიიწვია. ლეონარდო ფარკასმა, რომელიც ქვეყანაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ჯერ კიდევ მაღაროელების ამოყვანამდე მათ ოჯახებს $10,000 უსახსოვრა. მილიონერმა ყველა მაღაროელს საჩუქრად მოტოციკლი გადასცა, ორ მათგანს კი, რომელსაც საკუთარი სახლი ამ დრომდე არ ჰქონდა, შეძენის პირობა მისცა. ფარკასმა დამატებითი თანხა იმ მაღაროელებსაც გადასცა, რომელთაც მაღაროში ყოფნისას ან ამოყვანის შემდეგ შვილი შეეძინათ. ამავე დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა მეგობარ გოგონას სოლობას თხოვა.
cumpleaños también que está de cumpleaños. Sí, acepto. ბრაზილიის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჟოზე სერამ ინციდენტის გამო რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადადო. ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. წინასაარჩევნო კამპანიისას კი მხარდამჭერებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაუდგენელმა პირმა სერას ბლაგვი საგანი ესროლა, რომელიც კანდიდატს თავში მოხვდა. ის სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და გამოკვლევა ჩაუტარეს. ექიმების თქმით, მან მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და დასვენება სჭირდება. ხუთგნობის ფაქტზე კი პოლიციას არავინ დაუკავებია. საპრეზიდენტო არჩევნებში სერას მთავარი მოწინააღმდეგე დილმა რუსეფია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ლულა და სილვას ფავორიტია. უგო ჩავესა და მაჰმუდ აჰმადინეჯადს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ სტრატეგიული კავშირის შექმნა სურთ. ამის შესახებ ვენესუელისა და ირანის პრეზიდენტებმა თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. აჰმადინეჯადის თქმით, ორი ქვეყანა ისეთ ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებს, რომელშიც ამერიკა დომინანტი აღარ იქნება. ჩავესმა დაგმო ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და თეირანის მისამართით გამოთქმული ყველა სამხედრო მუქარა. ორივე ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთის ბატონობა დასასრულს უახლოვდება. პირველი პირები ნავთობისა და გაზის, ასევე ვაჭრობისა და სამშენებლო სფეროს თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. თეირანში ვიზიტამდე კი უგო ჩავესი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვენესუელაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, რუსეთის დახმარებით ვენესუელა ბირთვული პროგრამის განხორციელებას მაინც შეძლებს. ჯამბაზების საერთაშორისო კრებაში, რომელიც მექსიკაში ჩატარდა, დაახლოებით 700-მა ჯამბაზმა მიიღო მონაწილეობა. მათ ახალი რეკორდის დამყარებას სცადეს და 15 წუთის განმავლობაში იცინოდნენ. თუმცა სიცილის მსოფლიო რეკორდი ვერ გააუმჯობესეს, მაგრამ მექსიკის ეროვნული რეკორდის მოხსნა მაინც შეძლეს. ჯამბაზები შეერთებული შტატებიდან, პერუდან, გვატემალადან, დომინიკთა რესპუბლიკიდან, ასევე ნიკარაგუიდან და სხვა ქვეყნებიდან სამთლიან შეკრებაში მონაწილეობენ. ტარდება უფასო წარმოდგენები და სანახაობები. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მომავალ წელს ჯამბაზები სიცილს 20 წუთზე მეტხანს გეგმავენ, რითაც მსოფლიო რეკორდის მოხსნას ეცდებიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური გათამაშების მესამე ტურის მატჩები უკვე დასრულდა. ყველაზე საინტერესო ინტერისა და ტოტენჰემის დაპირისპირება აღმოჩნდა. იტალიელები პირველი ტაიმის შემდეგ 4-0 იგებდნენ. მეორე ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ტოტენჰემმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრა 4-3 დათმო. გუშინ დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები. ყველაზე საინტერესო სან-სიროზე გამართული ინტერი ტოტენჰემის დაპირისპირება გამოდგა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ ბრიტანელებს 4 გოლი გაუტანეს. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ტოტენჰემმა ბრძოლა განაგრძო. ბრიტანელებმა სამჯერ მოახერხეს შარშანდელი ჩემპიონის კარის დალაშქვრა და 4-3 დამარცხდნენ. შეხვედრა მართლაც საინტერესო იყო. სასიამოვნოა ჩემპიონთან თამაში. მოუთმენლად ველი იმავე დაპირისპირებას White Hart Lane-ზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შეხვედრის მეორე ნახევარში მოვდუნდით, რასაც ბევრი შეცდომები მოხდა. გამარჯვებით მოხარული ვარ, მაგრამ ამ მატჩმა დაგვანახა, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. აჯგუფის მეორე მატჩი, რომელიც ტვენსა და ვერდერ შორის გაიმართა, ფრედ 1-1 დასრულდა. ამ შედეგით ჯგუფში პირველ ადგილზე ინტერი, მეორეზე კი ტოტენჰემია. უკანასკნელ ორ ადგილს ტვენტე და ვერდერი ერთნაირი ქულებით ინაწილებენ. გვიან ღამით დასრულდა ევროლიგის გათამაშების სადებიუტო მატჩები. ოლიმპია თურქულ ეფეს პილსნერის დაპირისპირება მეტად საინტერესო გამოდგა. შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებს 2 ოვერტაიმი დასჭირდა. შეხვედრის მიწურულს თურქები 3 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ოლიმპიამ 3 საჯარიმოთი გაათანაბრა. დამატებით დროში თურქები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ სლოვენიელებმა ბრძოლის უნარიანობა გამოიჩინეს და ტაიმი კიდევ ერთხელ გადაარჩინეს. უკანასკნელ დამატებით დროში ეფესმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 95-90 დამარცხდა. შესანიშნავად გაისარჯა ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც სლოვენიელების მაისური ამ მატჩში პირველად მოერგო და გუნდს 11 ქულა შესწინა.